საქართველოში დაბრუნება. გაგვახარეთ ჩვენს და ჩვენი ტელემაყურებელიც. ჩემო კარგო, მშვიდობით იმგზავრე და დაუკვირდი ხოლმე, დაუჯერე ნიკას საწახვიდე და სადაა. მაშინ იზღა დამრჩენია მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად პატა და ნიკას შოუ. დაი, რომ გაგჩართული გადმორთული? არ გადამრიოთ ახლა ვინმე. ნიკოლოზ მანდას კითხვა რა თუნდა? სად იქნებათ აბა სხვაგან გადათული, როცა აქ ამისთან ამბავია შოუ, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე და ჩვენი მაყურებლის კეიფსა და დროსტარების განწყობაზე ზრუნავენ ქსოვრელები და გიორგი შოშიკაშვილი. სამი მარტი საქართველოში ოფიციალურად დედის დღედ აღინიშნება. დაგვიანებით გილოცავთ დედებო. დედა გილოცავ, ინო გილოცავ. გილოცავთ. ვუერთდები დაგვიანებულ მილოცვას არსებობს ორი ტიპის შვილები. შეირა. ვისაც დედა უყვარს და ელოდება ამ დღეს, რომ მიულოცოს და გაახაროს დედიკო და მეორე დედა კი უყვარს, მაგრამ დალევის მიზეზი უფრო ახარებს. აქვე ყვავილების ყველა გამყიდველს ვულოცავ დაგვიანებით 3 მარტს და წინასწარ 8 მარტს. სხვათა შორის ჩემს სახთან ერთი კარგი სანდომიანი ქალბატონი ყიდდა 2 მარტს ყვავილებს, 1 მარტს 28 თებერვალს და 4-ში დილას კარგი მსუყე ჯიპით წავიდა სახლში. აღარ მინახავს. ამ დღეს დედების თავაზობენ შვილებს, რომ მოდით სულ 3 მარტი იყოს დედიკო. სულ ასე მოიქეცით, როგორც ახლა იქცევითო. შვილებიც ნაწილობრივ უსრულებენ. დედა დღეს არაფერი გააკეთო, ნიშნავს, რომ ხვალ ორმაგი საქმე ექნება. სხვათა შორის ესა ერთადერთი დღე, როდესაც ჩემი მეზობელი ჯემალა შვილებს არ აგინებს დედას. ამ დღეს კეთილებით შემოიფარგლება ხოლმე. ასეთი სათნოკაცია ჩვენი ჯემალი. სხვათა შორის ბრიტანელ მეცნიერებს ჩაუტარებიათ კვლევა და დაამტკიცეს, რომ არა აუცილებელი 3 მარტს დაველოდოთ, რომ დედებს საჩუქარი გავუკეთოთ. სხვა დღესაც გაუხარდებათ და შეიძლება თურმე. და არ იმსახურებენ? თუ როგორაა საქმე? ნიკოლოზ, ერთი მეტად უცნაური კითხვა მინდა დაგისვა. დიახ. თუ იცი შენ რა საერთო აფთიაქს და დედას? და რა? რა და ორივე კვირაში 7 დღე და 24 საათი მუშაობს. ამას დაფასება ჭირდება ჩემო ბატონო. არა, მე ვიცი, ზოგიერთები რომ იძახდნენ, კარგია რომ 3 მარტი ჩემპიონთა ლიგას არ დაემთხვა, თორემ ან დედაზე უნდა მეთქვა უარი, ან მადრიდის რეალს. აი, კი ბატონო და კარგია რომ მიხოდა მაროს ახალ სერიებსაც არ დაემთხვა 3 მარტი. აი, 8 მარტი კი ემთხვევა, კვირა დღეა. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოტოვებენ არც ქალები და არც კაცები ამ შაბათ-კვირას კომედი არხზე საღამოს 8 საათზე მიხოდა მაროს ახალ ძალიან მაგარ სერიებს. მეც ავედი, მეც არა. სხვათა შორის, ჩემო ნიკოლოზ, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. და მიხოდა მაროს უყურებენ დედები, პროცენტით უფრო, მაგრამ პოტენციური დედები. დედები და პოტენციური დედები. კი ბატონო. ასე რომ გელოდებით როგორც ყოველთვის თან მაგარი სერია უკვე ქიშვანდას ბიჭი იქნება სერია. დასავლია თანაერად როგორ იქნება. კი ბატონო, გავაგზავნოთ. ნიკა ახლა დაუფიქრდი და 16 მარტს უწევს ძველით დედის დღე. ანუ გამოდის რომ 16 მარტს ბებიების დღეა. შეიძლება. არა, ცუდი იდეა. იყოს 16 მარტი ბებიების დღე. ძალიანაც გაეხარდებათ მე თუ მკითხავ. მე თანახმავარ, ქალები მეტ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენგან, კაცებისგან. და პირიქითაც თუ თანასწორობა იყოს. ხომ ვარ თანაბარნი, ჩემო ბატონო? ვართ, კი ბატონო. კარგშიც არ ჩამოგრჩებიან ეგენი და არც
ცუდში სამწუხაროდ. აგერ ბატონო, აქ ისეთი ამბავი წერია, გადავირიე კაცი. აბა გისმენ? დაკავებულია 17 წლის გოგო, რომელმაც შეყვარებული მონად გაყიდა და იმ ფულით დასასვენებლად წავიდა. ლაშქრ მონად გაყიდა. რომელიც გოგომ გაყიდა თუ გეიშლება? გოგომ გაყიდა, გოგო. ბიჭი გაყიდა გოგო. ბიჭი გაყიდა. აი სეირან მეც არ გამიკვირდა თელი დღე რატომ მოვმართა? თხილად სეირან თხილად ისე რა უბედურებაა, რომელიც საუკუნე რას ქვია გაყიდა მონად. ეგ სადაც მოხდა ჩემო პატა, სხვა წელთაღრიცხვა. და არც მეფე სოლომონ პირველი ყოლიათ. ადამიანებით ვაჭრობა რო აეკრძალა და რაკ საწყალ ბიჭს ეგონა რომ შეყვარებულ სამოგზაუროდ მივყავარ. ერთი კი უკითხავს უბედურში. ჩემი ბილეთი რატოა ცალმხრივი? აი ეგა ჩემო კარგო ქალის კისერზე ცხოვრება სუდი შედეგები მოაქვს. ძალიან ნაწყენი კი ყოფილა თან ეს ბიჭი. ამის დედავატირი ამისიო ტაილანდში ორკვირიან დასვენებაზე ძვირი როგორ არ უღირვარ შამამყედი. მოკლედ რჩევა ბიჭებს. ამის მერე პაემანზე პასპორტით აღარ წახვიდე. ან თუ წახვალთ შეყვარებულს არ მისცეთ. მაქსიმუმ ანახეთ პასპორტი. სამედრიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ორივე დააბრუნეს სახლში. ბიჭს მათრახის კვალი ეთყობოდა ზურგზე და გოგოს რაზნიცა. არა, ეცა დაუჯერებელი ამბავია. კიდევ ერთ საოცარ ამბავს მოვყვები. არ ვიცი, შიშოფ ასეთი მაგარი ამბავი არ იქნება, მაგრამ შევეცდები. გერმანიაში სამშობიაროდან გამოყვანილი შვილი პრინციპში ესეთი ამბავი. ესე სამშობიაროდან გამოყვანილი შვილი წყვილს გერმანიაში დარჩა ტაქსში. აი ენაც კი ამე ბლანდა, რა ვიცი. როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა? არა, გასაგებია მეორეს დაწყება რო უნდოდათ და ეჩქარებოდათ, მაგრამ ეს მაშინ უშლიდათ. მასეც არ იყო საქმე. მანქანიდან რომ გადადიოდნენ, ქმარს კი უთქვიათ სოლისტს, რაღაცა შეგრძნება მაქვს რომ რჩება თითქოს რაღაც. რა ვიცი, ალბათ პირველი შვილი იყო და მიუჩვეველი იყვნენ რა. ნეტა მალე მიხვდნენ ბავშვი რო დარჩა? მაშინ გაახსენდათ ბავშვი როცა სახლში მისულები დაფიქრდნენ თუ რატომ ჰქონდათ მომარაგებული ამ რაოდენობის პაპირი. მე მგონი მაშინ მიხვდნენ როცა ტაქსის ძღოლმა დაურეკა და უთხრა ეს თქვენი ოჯახის წევრი კი დატოვეთ აქ, მაგრამ რამდენს ვეუბნები გზის ფული გადავიხადეო იმდენი ტირილსის. იმას დავსკებდება. და სუთქვამს ფულს რომ არ თხოვ, მაშინაც ტირისო? ძოლმა კიო. ხოდა უმღერე რამეო. ტაქსის ძოლმა რა ვიცი უმღერე კოკოჯამო და ეხა ძუძუს ვერ მოვაწუებ იქნება წაიყო. მაგრამ მე მგონი ეგ ბავშვი სამშობიაროშიც რჩებოდა და უკვე რომ სხდებოდნენ მანქანაში მიუსწრეს ბავშვი რჩება თაგები. მოკლედ ტაქსის ძღოლ სხვა ისტორიებთან ერთად ახალი ისტორიაც დაემატა. იმ დღეს ტაქსო ბიჭო და ბავშვი არ დარჩათ მანქანაში. ისე საწყალი ბავშვი როგორ შეეშინებოდა რა. არა მგონია იქ მანამდე დარჩენილი ბავშვებიც იყვნენ და გაერთობოდა. მერე დაიღლებოდნენ და დაიძინებდნენ. თან ბავშვებს ბევრი ძილი უყვართ, ხო იცი შენ? ძილი? კი, ბევრი ძილი მეც კი მიყვარს, მაგრამ სადაა მაგის დრო? არა და საჭიროა. 5-6 საათი ძილი პროდუქტიულობას 20%-ით აქვეითებს, იცოდი შე. რას მელაპარაკე? კი, მასია, საჭიროა 7-8 საათი ძილი. ანუ რა გამოდის ახლა ჩემი პროდუქტიულობის უმთავრესი მტერია მაღვიძარა. თორე კოვიძინებდი 7-8 საათი, მაგას ჩავჩეჩქობდე. რა ვიცი, გვარსად დავასახერებ და ჩვენი ერთი თანამშრომელი, ვინც დააგვიანებს ხოლმე, არის ერთი, ვინც აგვიანებს ხოლმე და ჩაძინების მიზეზით. მერე რომ მოდის კი უკრავს შვენივრად. არაფერი, რა ვიცი, ვერ გეტყვი. მაგას მეტი პროდუქტიულობისთვის ძინავს, თორე კი არ ეძინება. ვერიტას ძილს. უბრალოდ საქმე სჭირდება მასე. ასია. წარმოიდგინე რა ესე რა ვარ და ჩვენ რომ მაგდენი გვეძინოს, გენიოსები ვიქნებო. მოიცა, არ გვინდა ახლა თავის ქება და აქვე ჩემი ცოლი მინდა გავაფრთხილო.
ადექი სამსახურში გაგვიანდებაო, აღარასდროს მითხრა. პროდუქტიულობა მიგვეითდება. ეგრეა. დაგვაძინეთ და სიცილის დოზაც მოიმატებს მინიმუმ 20%. ისე სუფრაზე საცივის თებში რომ დაგეძინება. ეგეც ითქვა. იცვლება რომელია ბიჭო, თან გძინავს, თან ჭამ. ამაშია საქმე. სულ ვიძახი, ძილი არის აუცილებელი. მე მაინც მგონია რომ გვატყუებენ ნიკოლოზ. ეგვიპტელ მონებს 3-4 საათი ეძინათ, მაგრამ ვერ ააშენეს პირამიდები. ამაზე კამათი შორს აგვიყვანს ჩვენ, მაშინ სხვა დრო იყო, გამიგე? მეცნიერები იძახიან პირამიდები უცხო პლანეტელებმა ააშენესო. მეცნიერებზე გამახსენდა. არქეოლოგებმა ახლად აღმოჩენილ უძველეს საგანძურში აღმოაჩინეს ნაკეთობები, რომლებიც დედამიწის გარეთ არსებული მეტალისგან არის დამზადებული. აჰა, ვიძახდი? არქეოლოგები გაოცდნენ აღმოჩენით და უცხო პლანეტელებმა კი გაიხარეს. ჩვენ გვეგონა დავკარგეთ და თურმე აღარ დაგჩენია თქვენთან. კოსმოსური მეტალი რომ საქართველოში ეპოვათ, მაშინვე გაჩნდებოდა თეორია, რომ მარსელები სინამდვილეში მარტვილელები არიან. არადა სხვათა შორის სეირანა მიმტკიცებდა წეღარ, რომ დედამიწის გარეთ არსებული მეტალიო ჯერ ჩვენთან მოიპოვებოდაო. იჯევანში. აჰა. ვიდრე დედამიწის გარეთ გაიტანდნენ უცხო პლანეტელებიო. ტუფი დატოვეს და ეს საიღეს. აჰა. საბაჟოს გვერდის სავლით გაიტანეს თავის დროზეო. სხვათა შორის ეგ მეტალი ერთი მან აღმოაჩინეს და მეორე აგერ ელიავაზე. დაშლილებში მესამე რიგში გუჯასთან. კიდევ უფრო მაგარს გეტყვი. ჩინეთში აღმოაჩინეს ყველაზე დიდი დინოზავრის ნაკვალები. ნაკვალებზე ეწერა Made in China. ახლო არა ჩანს მეორე ფეხის ნაკვალები, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დინოზავრი 100 კილით დადიოდა. დავიჯერო ახლა სათაფლიას ნაკვალებზე დიდია ეგ? არის ნერვიულო შენ. არა მგონია. ეგ ჩინელებისთვისაა დიდი თორე. ევროპელები რომ ჩავიდნენ არც ისე დიდი აღმოჩნდა. ეგ კი არა, აგერ სეირანამ სომხეთში აღმოაჩინა კაცი, რომელიც ამბობს, რომ მაგაზე დიდი ნაკვალები აქვს ნანახი არარატი. და ეგ დინოზავრი წონით რამდენი იქნებოდა, ნეტა? იქნებოდა 10-15 ტონა. მასე ვერ ხვდები მასშტაბებში რო ამიხსნა. რანაირად აგიხსნა ახლა მე შენ. დაახლოებით 20-30,000 შამპური მწვადი გამოვიდოდა მაგისგან რა. აი ხელები ყოფილან. მოკლედ დავანებოთ წარსულში ქექვას 3 მარტი დაგვიანებით უკვე მივულოცეთ დედებს და მე მგონია დრო ახლა 8 მარტი მივულოცოთ წინასწარ ქალებს. ქალთა საერთაშორისო დღე. ესა ერთადერთი დღე, როდესაც ტელევიზორში სერიალი უფრო ხშირადაა ჩართული, ვიდრე ფეხბურთი. მოკლედ ორ რამეს ვერ გავექცევით კაცები. კრედიტს და ქალთა დღეს. 8 მარტი ის დღეა, როცა კაცები დილიდან რიგში დგანან იქ, სადაც სხვა დროს თოფითაც ვერ მიიღან. სხვათა შორის გამიგია რომ ზოგი კაცი 7 მარტს ჩხუბობს, რომ 8 მარტის საჩუქარს ასწრის. მაგრამ გონია ეს არაა სწორი გათვლა. ეგ ყველაფერი საბოლოოდ 9-ში უფრო ძვირი ჯდება. კი ბატონო და რას დავაკვირდი იცი? 8 მარტს კოსმეტიკის მაღაზიაში შესული კაცი ისე გამოიყურება, თითქოს დანაღმულველზე იდგეს. და 8 მარტს კაცები ამოწმევენ Facebook-ის მემორს, რომ იგივე საჩუქარი არაჩუქოს საყვარელ ქალებს. რაც წინა წლებში აჩუქეს. კიდევ ერთ ჩემს კვლევაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რითი ვარ ბრიტანელ მეცნიერებზე ნაკლები. დააკვირდით აბა რამდენი კარგი სიტყვა არსებობს. დედა სადაცაა ფუძე რა. დედამიწა, დედაენა, დედაბოძი, დედაბუნება და მამაზე მამაილა, მამაზაღლი, შენ მამას. ამას აღარ ვიტყვი ახლა. და რატომ მაინტერესებს რა დავაშვა? არ ვიცი. ძალიან კი ვარ დაჩაგრულები. ან თვითონ რატომ არ გჩუქნია ხოლმე რაღაცნაირად წესიერ საჩუქრებს. აღარ მინდა ბატონო, ამდენი
ნასკე გაიშვი. მე რას ვფიქრობ, იცი? მაინც 8 მარტი მოდის და რადიკალურები ნუ იქნება. ისევ აჯობებს სიმღერით დაუტკიცოთ ერთმანეთს ჩვენი უპირატესობები. რა სიტყვი? მშვენიერი იდეაა, თუმცა სიმღერამდე მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რაღაც 2 დღეში პაატაგულიაშვილის თეატრში პრემიერა გვაქვს. ნუ სამწუხაროდ მარტის ყველა წარმოდგენის ბილეთები მარტისთვის ყველა გაყიდულია, მაგრამ ინფორმაციისთვის მაინც გეტყვით, რომ აპრილის თვეც დაგეგმილი გვაქვს. ბატონო და პრემიერა, ესე იგი, კაცი ადამიანის მიხედვით ლუარსაბი და დარეჯანი და ძალიან გვიხარია, რომ უკვე მეორე თვის დასაწყისში მეორე პრემიერით ხდება ეს ახალგაზრდა თეატრი. მოგლედ გელოდებ. და სანამ სიმღერაზე გადავალ, მადვე მაქვს ერთი კარგი ინფორმაცია. აუცილებლად დაგველოდეს გადაცემის ბოლოს, კარგი დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ მე და გიორგის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება და არ იქნება ურიგრო. აბა გელოდები. მოკლედ ვიმღეროთ ახლა, რისთვის ვართ მოსულები? აბა, გამაიყვა. წავედით.